ამიტომ ეს ხელისუფლება ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა არსებობს, ოღონდ იმ სივრცისთვის, საიდანაც ჩვენ მივისწრაფით, იმ სივრცისთვის, რომელიც ქართული ხალხის ნამდვილი გულშემატკივარი და პარტნიორებია, ეს ხელისუფლება არ არსებობს და არჩევნები მათ მიერ ჩატარებული არჩევნები არ იარსებებს მერაბ. თუ ის არჩევნები არ იქნა სამართლიანი, არ იქნა სანდოობის ხარისხი მაღალი და რაც თავარი არ იქნა პოლიტიკური კონსენსუსი, რომელშიაც ქართული ოცნება იძულებული იქნება წამოვიდეს დათმობებზე, ან უფრო მეტიც და უკეთესიც ქართული ოცნება საერთოდ არ მიიღებს პროცესებში მონაწილეობას. ან ამას არ ველოდები. აი ეს სხვა თემა, ეს სხვა თემა და ვიმეორებ, ახლა მე აი ახლა 28-ში გვაქვს და რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამოაცხადეთ, მათ შორის ჩემმა პოლიტიკურმა პარტიამაც, რომ აი 28-ში გვაქვს მიტინგი. მე მგონია, რომ პოლიტიკური პარტიები ძალიან გავერთეთ ქვეყნის შიგნით აი მიტინგების, ესე ვთქვათ, დაორგანიზებით, რომელიც სინამდვილეში თავისთავად ორგანიზდება. სამოქალაქო ჯგუფები აორგანიზებენ, უბრალოდ ხანდახან მახსენდება ხოლმე პარკვარე თუთაბერი იმას ჯარსო ჩაუდგება წინ. ეს ჯარი არსებობს ქვეყნის შიგნით. ამიტომ მე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდი, რომ მოდი იმ სფეროში გადაერთონ და გადაიტანონ აქტივობა და თავიანთი ძალისხმევის დიდი ნაწილი, რომელშიც ისინი შეუცვლელები არიან. აქ პოლიტიკური პროცესი, მათ შორის რუსთაველის პროცესი, ჩვენს გარეშე მიდის პოლიტიკური სამოქალაქო საზოგადოების და მეცაც გეტყვი, იქაც არა ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოება ვიღაცას არასამთავრობო ორგანიზაციები გონია. არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი არაფერ შუაშია. თვით დაორგანიზებული პოლიტიკური აქტორები და ადამიანები შემოვიდნენ პროცესში, რომლებიც ბრწყინვალედ უძღვებიან თავის საქმეს. ჩვენ გვაქვს სხვა სფერო, სადაც ვართ შეუცვლელები. ეს არის ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა. საქართველოს არასდროს არ უნდა ჩამოვიდეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ამას მეტნაკლებად ოპოზიცია ახერხებს. აი ახლა ნახეთ რა ამბებია ხო ატეხილი და ჩაულებრივი აი კომუნისტების დროინდელი თაღლითი გია ვოლსკი გიწერეთას აბრალებს კაც არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ეუთოს ანსამბლეა იყო იცით სადაც წასულია სახალხო ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ბატონი გიგი წერეთელი იმიტომ რომ ევროპული საქართველოს ვართ სახალხო პარტიის წევრი მისი წევრი ასევე ნაციონალური მოძრაობა ოღონდ ორი სხვადასხვა პარტია ვართ ოღონდ ორივე წევრი ამ პარტიისა და ეუთოს ანსამბლეაზე სახალხო პარტიის წარმომადგენლობამ ანუ ფრაქციამ მიიღო რეზოლუცია და გიგი წერეთელს აბრალებენ რომ თითქოს მან თქვა რომ ეუთოს ანსამბლეამ მიიღო რეზოლუცია არა თუ ეგ არ უთქვამს გიგი წერეთელს ისიც კი არ უთქვამს რომ სახალხო პარტიის ფრაქციამ რომ მიიღო იმდენად ტკივა და იმდენად განიცდიან მაგრამ მეორე მხრივ თითქოს არაფერი მათზე არ მოქმედებს ხო რა უკან დახევის თვალსაზრისით რეალურად ამის გამო უკან კი არ იხევენ უარესებს აკეთებენ მე უარესად პასუხობენ ოღონდ ზოგჯერ ხელისუფლებას ეუბნებიან დასავლეთს ეუბნებიან რომ რაც მოგვაწვევით უფრო უარეს გავაკეთებ და ამიტომ ჯობია რომ შეეგუოთ ამ სიტუაციას კი ოღონდ deep state-ი რომელიც თემ სოფლიოს აბრუნებს მართლა ვინმეს ჯერა რომ ამათ ვერ უხერხებს ვერაფერს ეგრეთ წოდებული deep state-ი ამათვის უბრალოდ არცალიათ ჯერ და ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის რომ საქართველოს არ იქნეს ბოლომდე მივიწყებული მათ შორის არ იქნეს იმ შანსების გამო რომლებიც ჩვენ მხისერად აგვიდგება ამათი ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ ადრე იქნება თუ გვიან იქნება საქართველოს არ უნდა იქნეს ამ პროცესებიდან ამოვარდნილი და ამას ახერხებს ქართული ოპოზიცია მეტნაკლებად ოღონდ უფრო ეფექტური იქნებოდა რომ ჩვენ 4 პოლიტიკური ძალა თავთავისი კოალიციის წარმომადგენლებით რომ ერთიანი პოზიციით მივდიოდეთ აქედან გახარია საერთოდ გაეთიშა ბრძოლას დანარჩენ სამს გულისხმობ ნაციონალური მოძრაობა ერთიანობას ლელოს და ახლებს რომელიც თავის შიგნით კიდე ცალ-ცალკე იყო ხო კოალიცია საკმაოდ ძიმე დამოკიდებულებები და ურთიერთობები აქვს მათ შორის პერსონალური და მათ შორის პოლიტიკური პროცესებში მონაწილეობის მიღების გამო ლელო საერთოდ არჩევნებში ღებულობდა მონაწილეობა დანარჩენი არა მაგრამ რამენაირად უნდა მოუახერხოთ რომ ჩვენ ეს ცალ-ცალკე მუშაობა გავხადოთ ასევე კოორდინირებული უფრო ეფექტური იქნება ეფექტი ეხლაც აქვს ოღონდ ექნება მეტი ეფექტი და გარდა ამისა მე რა ჩვენ აი ეს ფილმი მახსენდება ხოლმე რა ქვია რომ აი შენ გამოხვალ სტადიონზე შეაგინებ ჯოტიას და ჯოტია დაამყარებს სოფლიო რეკორდს და წესიერ მეგრელ კაცს ცხენია და ამბობს რომ როგორ ამდენი ხალხის წინაშე როგორ შევიგინებდი და როგორ
მაგერმა რა იციან მეგრულიო და როგორ კაცო არ იციან მაგნებმა მეგრული არ არის საქართველოს ჩვენ გონია რომ აი თელი მსოფლიო ჩვენ მოგჩერებია თელი მსოფლიო მხოლოდ ჩვენი ცხოვრობ არ ხდება ესე ჩვენზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას მსოფლიო და ამიტომ აგვიანებს ის გადამწყვეტი ნაბიჯები რომელიც იქნება ამ ხელისუფლების ის ნაბიჯები აგვიანებს აქ ოპოზიცია თქვენ თვითონ თქვით რომ ფაქტორად ჩამოშორებულია ხო აქტიურ პოლიტიკურ პროცესს აგერ რაღაც აქციების ორგანიზებით ხავართ დაკავებული რომელსაც ისედაც ორგანიზდება ანუ პოლიტიკური აქტორები დღეს არიან პოლიტიკურ პროცესს ქმნიან ხელისუფლება ერთი მხრივ მეორე მხრივ ხალხი რომელიც კუჩაში დგას და პოლიტიკური ოპოზიცია რეალურად შიდა პოლიტიკაში გამქრალია მე გამქრალი კი არ არის ის იმ პროცესში რაც პროცესიც მიდის ჩვენზე უფრო კარგად აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება თვით ორგანიზებადია ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ აქცენტი რამდენჯერ მithქვამს შენთან საუბარში რომ მე დღეს ძალათა თანაფარდობას ჯერ კიდევ არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვამბობდი რომ ძალათა თანაფარდობას ფიზიკურ ძალათა თანაფარდობას ვერ ხედავ ოპოზიციის სასარგებლო და ხალხის სასარგებლოდ ან გაბრაზების ან აღსფოთების დონე არ არის ისეთი რომ აი როგორც 2012 წელს იყო ან 2009-ში კომბლებით აქეთ ხელისუფლებას რო დაგზდევდა ხალხი მათ შორის იმის გამოც რომ ხელისუფლება ამათთან შედარებით სინამდვილეში სხვა ამოცანები ჰქონდა და მიუხედავად იმისა რომ ძიმე ხელისუფლება ვიყავით საბოლოო ჯამში მაინც ანგარიშს უწევდით და ვცდილობდით დემოკრატიის რაღაც ჩარჩოში დარჩენილიყავით გარეგნულად მაინც